მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე, მე ლევან სუთიძე ვარ. დღეს ჩვენ ბიბლიაზე გესაუბრებით კათოლიკე მღვდლებთან, მამა აკაკი ჭელიძესთან და მამა პიერ დიუმულენთან ერთად. დიდი მადლობა მამებო ჩვენთან სტუმრობისთვის. მაყურებელი უკვე იცნობს მამა აკაკი ჭელიძეს, რომელიც კათოლიკე ეკლესიის კანცლერია და უკვე იყო ჩვენი სტუმარი, ხოლო მამა პიერ დიუმულენი გახლავთ ფრანგი. ის არის ბიბლეისტი, არის პროფესორი მარსელის უნივერსიტეტში, ასწავლის საქართველოში, ცულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტში. თუ არ ვცდები, ყაზახეთშიც, არა? კი. კარაგანდაში. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ გიჭირთ ქართულად საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, მამა აკაკი დაგვეხმარება იმისთვის, რომ მაყურებელს ბიბლიაზე ვესაუბროთ. მამა პიერ, არსებობს ძველი აღთქმა, არსებობს ახალი აღთქმა. თუმცა ეს თქვი რა ეს უკვე გავიმეორე ქრისტიანული ფორმულირება, იმიტომ რომ ებრაელები არ თვლიან რომ ეს ძველია. ისინი ფიქრობენ რომ ის ახალია და იქნება ახალი იქამდე სანამ მესია არ მოვა. ჩვენ ვიცით რომ არსებობს უზარმაზარი განსხვავება ძველ აღთქმასა და ახალ აღთქმას შორის. ჩვენ ვიცით რომ ძველი აღთქმის ღმერთი განსხვავებულია ახალი აღთქმის ღმერთისგან. მიუმხრობელი, მიუკერძოებელი ადამიანი, როდესაც უყურებს აი ამ რეალობას, ძალიან ხშირად ესე გაერთიანებულია ხოლმე ეს ორი წიგნი ერთად და ერთი გამოცემით არის ხოლმე, ხო? სადღაც ნახევრიდან ღმერთი მოგეჩვენება უფრო სასტიკი, უფრო წესებზე ორიენტირებული, რიტუალებზე ორიენტირებული, ხოლო აი უკანა ნაწილში უკვე ახალ აღთქმაში ღმერთი არის სიყვარული, რომელიც ათავისუფლებს ადამიანებს ცოდვისგან, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ მონები გაეთავისუფლებინა, რა, მონები ცოდვის მონებს გულისხმობ. რანაირად არის ეს ორი ღმერთი ერთი, როცა ქრისტიანული თეოლოგია ამბობს, რომ ღმერთი არ იცვლება, რომ ის არის იყო, ქრისტე, გუშინ, დღეს და ხვალ არის ერთი და იგივე. რა თქმა უნდა, ღმერთი ერთია, მაგრამ რაც ჩვენ ვიცით ღმერთზე, სხვა არის. რატომ? ამიტომ ძველი აღთქმა ჩვენთვის არის როგორც სკოლა. სკოლა. არ შეიძლება რომ ადამიანები, რომელიც არაფერი იციან ღმერთზე, და რომელიც ცხოვრობენ ცუდად ჩვენთვის ახლა პირდაპირ ქრისტიანები გახდნენ და უნდა და დიდი დრო ასე რომ ადამიანი მომზადება ეს არის ერთი ასპექტი. მეორე ასპექტი არის წინასწარმეტყველობა. ამიტომ უნდა რომ ელოდებიან ქრისტე. მესამე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძველი აღთქმა, ამიტომ უნდა რომ სხვადასხვა ობრაზი, ხატები, ჩვენ უკვე გვაქვს მაგალითად ეს არის კრავი ღვთისა, რომელიც აიღო სოდვანი სოფლისანი. რატომ კრავი და არა ძროხა? რატომ კრავი და არა ჯოჯოლი, და? რატომ? ამიტომ ძველ აღთქმაში ჩვენ ვიცით რა არის კრავი. რას ნიშნავს კრავი? გაიგეთ? ამიტომ ეს არის სამი პუნქტი, და? პირველი არის მომზადება. მეორე არის წინასწარმეტყველობა. მესამე არის რომ ჩვენ არ შეიძლება გავიგო რა არის სხვადასხვა ობრაზი, სახეები, სურათები, თუ ჩვენ არ გვაქვს ძველი აღთქმა. მეორე მაგალითი, ზეციური იერუსალიმი. რატომ არის ზეციური იერუსალიმი და არა ზეციური პარიჟი? ან ზეციური თბილისი? სხვათა შორის ამბობენ რომ ისინი არის. კი, რომ პარიჟი არის ზეციური, და? კი. თბილისიც. თბილისიც ვიცი. ამიტომ, მაგრამ გაიგეთ რომ თუ არ არის ძველი აღთქმა,
ჩვენ არ შეიძლება გაიგო ახალი აღთქმა. ხო, მაგრამ როდესაც ქრისტე მოვიდა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ თქვენს გულზე ჯვარია გამოსახული, ქრისტიანების გულზე, ჯვარი არის სიმბოლო იმის, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. La croce significa che nessuno ha capito nulla. Ის მოკლეს Da Cristo quando è venuto. რა არის ჯვარი? ჯვარი არის ადამიანი. მე ვარ ჯვარი და მე ვარ. ჯვარი არის პირველად ჯვარი არის ადამიანობა. მერე ჯვარი არის ღმერთის სიყვარული და ადამიანების სიყვარული. და ასე უნდა რომ ქრისტე მოგდა ჯვარზე. ამიტომ ქრისტე არის ღმერთის და ადამიანის სიყვარულის ერთად. და ვინმე არ გაიგო და თუ qualcuno non ha capito. Mavanma ვერ გაიგო. მაგრამ ნელა ბევრი გაიგენ რა არის ჯვარი. შენ მან მე და ბევრი ადამიანი ისტორიაში. მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო უფრო ადრე? Non si poteva più ამიტომ დრო არის დრო. გულის ადამიანის გული მზად არ არის. უნდა დიდი დრო ასე რომ ნელა და და პავლე ამბობს რომ ქრისტე მოვიდა როდის იყო la pienezza dei tempi. Già sisavse. და ეს ჟამის სისავსე იყო როდის დაბადება ქრისტე. დრო ჩვენი არ არის. всё. quella პერი არის ღმერთის ნება, ღმერთის აზრი არის ჩვენი. კარგად რომ ჩვენ ვართ ახალ აღთქმაში. მაგრამ ჩვენ უფრო მეტად გაგვიმართლა ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც სჯიდნენ სიკვდილით იმის გამო, რომ ცოდვას ჩადიოდნენ, არა? ჩვენ გაგვიმართლა, როცა ღმერთი იძლეოდა სანქციას, მოეკლათ ადამიანი რაღაც ცოდვისთვის. Quella gente che è stata punita di morte anche in nome di Dio nell'Antico Testamento. არ ვიცი, მაგრამ პირველად არ შეიძლება თქვა ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, შეიძლება თქვა პირველი აღთქმა, მეორე აღთქმა. და მერე ქრისტე მოვიდა ყველასთვის. ის რომელიც იყვნენ ქრისტემდე და ის რომელიც არიან შემდეგ ქრისტეს მერე. ყველასთვის, ყველა ადამიანებისათვის, ქართველებისათვის, ფრანგებისათვის და ინდუსებისათვის და ყველასთვის მოვიდა ქრისტე. დროში და მთელი სამხაროში. სივრცეში. და მაგრამ ვინ იყო ქრისტემდე არ შეიძლებოდა გაიგო მაგალითად. ძველ აღთქმაში დაწერილია კბილისათვის და კბილისათვის თვალისათვის. ეს ჩვენთვის ცუდად არის და არ არის ლამაზი. მაგრამ ეს არსებობს სამართალში მაგალითად, ხო? მაგრამ ძველ აღთქმაში ეს იყო დიდი პროგრესი. ამიტომ ადრე იყო ერთი გვილი და თელი ყვა და ერთი თვალი, ორი თვალი და всё. ანუ ცხოვრება. ამიტომ იყო უკვე დიდი პროგრესი, რომ მართალი არიან. ქრისტე ამბობს ასე დაწერილი, მაგრამ მე თქვი, რომ უნდა სიყვარული უნდა თქვენი დღეებისათვის და და ეს არის მეორე პროგრესი, მაგრამ თუ მოსე თქვა უნდა თქვენი დღეების უნდა გიხვარდეთ всё დამტარდა ყველაფერი გაიგეთ ეხლა ბევრი ხალხისათვის და ბევრი რელიგიებისათვის სამხაროში ეს არ არის
არ ფიქრობენ როგორც მოზემდე. თუ ეს არის თქვენი მტრები, ერთი თვალი, ორი. და წამოგიღებს ეს ამოუღე ორი. თუ შენ ქრისტიანი ხართ, შენ არ ხართ ჩემი მტრები, მაგრამ ქრისტიანი ხართ. უნდა всё. ეს არის როგორც მოზემდე. ამიტომ რას არის ძველ აღთქმაში არის კიდევ ერთჯერ მომზადება. აუცილებლად უნდა რომ იყო ძველი აღთქმა. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზეზი. მიზანი, да? Это не наш цель, да? მიზანი. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი არის სიყვარული. და ამიტომ ჩვენ არ ვართ ებრაელები. ძალიან ლამაზია და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ღმერთის სიტყვა არ არის ასე რომ ეს არის ძველი აღთქმა, ეს არის ახალი აღთქმა. მაგრამ ქრისტიანები არ კითხულობენ ბიბლია ასე პირველი გვერდიდან დასაბამიდან იყო სიტყვა და ბოლოში ჰემოვალ მალე, არა? და ებრაელები ასე კითხულობენ და აქედან და მაგრამ ქრისტიანები კითხულობენ აქამდე შუიდან. და ეს არის ჩვენთვის პირველი ნაწილი. ახალი აღთქმა არის პირველი ნაწილი. და მერე შეიძლება წაიკითხო ძველი აღთქმა. ახალი აღთქმის შუქზე კითხულობ ძველ აღთქმას. კი, რა თქმა უნდა. და ძველი აღთქმის შუქზე კითხულობენ ახალი აღთქმა. ამიტომ არის ძალიან ბევრი ადგილი, სადაც ჩვენთვის ეს კოშმარია ძველი აღთქმა და ლევიტელთა კანონები, რომელიც იძლევა სანქციას, როგორ უნდა გაყიდო შენი ქალიშვილი. და არის უფრო ცუდი ადგილი გამოცვლის ციგნში და ასე შემდეგ და ამიტომ მხოლოდ ქრისტეს შუქზე შეიძლება თუმცა ის ღმერთი, რომელიც იძლეოდა სანქციას ქალიშვილი გაგეყიდა, იყო ქრისტე. კიდევ ერთჯერ, მაგრამ ჩვენი ღმერთი არის ადამიანისათვის. და უნდა რომ ჩვენი ღმერთი ლაბარაკობს ეს ენა, რომელიც შეიძლება გაიგონ. ასე რომ არის დიდი განსხვავება რა არის ჩვენთვის ბიბლია და რა არის კორანი, ისლამთვის და ჩვენთვის ეს ციგნი არ მოვიდა ზეციდან მაგრამ ეს ციგნი არის ღმერთის სიტყვა, რომელიც ლაბარაკობს ადამიანებთან ერთად ეკლესიასთან ერთად, არა? ლაბარაკობს ხალხთან ერთად, პირველად არის ძველი აღთქმაში არის ეკლესია, ან ისრაელის ეკლესია, მაგრამ ლაბარაკობს ადამიანებთან ერთად დიდი დრო. დიდი ხნის და შეიძლება თქვა, რომ ლაბარაკობს ადამიანებთან ერთად შექმნილიდან, то есть დაბადებიდან. პირველი ადამიანი და ყოველთვის ლაბარაკობს ადამიანებთან ერთად. ეს არ არის როგორც მოამედ, ყველა არის ერთი მომენტი და ყველაფერი დამტარდა. ჩვენთვის ასე არ არის. და ამიტომ ეს არის ყოველთვის ადამიანური ენა. და ისტორიაში ეს არ არის ფიზიკის სახელმძღვანელო, ეს არ არის ასტროფიზიკა, ეს არ არის წიგნი ბიოლოგიისთვის, არა? მოდი ესეც თქვა. ცოტა არის, მაგრამ არის ეს ასტრონომია, ეს ფიზიკა, რომელიც იყო მაშინ იმ დღეებში და უკვე არ არის ჩვენი ეხლა.
მამა აკაკი, რატომ ხდება ასე? ანუ ღმერთი, რომელმაც იცის ყველაფერი, ღმერთი, რომელიც არის ყოვლის შემძლე, ღმერთი, რომელმაც ყველაფერი გააჩინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აი ჩვენ ვსაუბრობთ ძველ აღთქმაზე, ვთქვათ, და შესაქმნის წიგნზე. ყოვლის შემძლე ღმერთმა გააჩინა ეს არის გადმოცემილი, მოდი ვთქვათ, ხო? არა ასტროფიზიკული ენი, რატომ არ დაგვიტოვა მან ეს ცოდნა, ხო? იმიტომ როგორც მამა პიერი უკვე ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობს იმის თქმას, რომ ეს ამ წიგნს აქვს თავისი მიზანი და თუკი ჩვენ გვეყოფა იმდენი მოთმინება, რომ ეს მიზანი ამ მიზანს გავუსწოროთ თვალი და ჩვენ სხვა მიზნები არ მივაკეროთ მას და არ მოვთხოვოთ ბიბლიას ისეთი პასუხები, ისი გაცემის სურვილიც არა აქვს მას, მაშინ შეიძლება რომ კორექცია მოვახდინოთ ჩვენს თავში და არა ბიბლიაში, ხო? მამა, ბიბლია არის სიტყვა, ხო? რომელიც ნიშნავს წიგნებს, ხო? ვიღაცას წარმოუდგენია, რომ ეს არის ერთი წიგნი. სინამდვილეში ეს არის მრავალი წიგნი, რომელსაც წერდა მრავალი ადამიანი, სხვადასხვა სოციალური კლასი, სხვადასხვა რატომღაც ფრანგული, სხვადასხვა არ ვიცი, სოციალური ფენის, მაგრამ ყველა მათგანი, თითქმის ყველა მათგანი არის ებრაელი. არის ვინმე იქ, ვინც არ არის ებრაელი? კი. ვინ? რა თქმა უნდა. პირველად ეს ებრაული სიბრძნე არ არის მხოლოდ ებრაული. მაგალითად, იგავების ციგნი ბევრი აქვს, რომელიც არ არის ეგვიპტურიდან, არაბიიდან და ასე შემდეგ და ასე არის კება და სხვა ციგნი არის ბევრი, რომელიც არ არის ძალიან საინტერესოა არის ბალაამის ისტორია, რომელიც ბალაამი არის ხო ებრაული. იობი არის ხო ებრაული ადამიანი, რუთი არის ხო ებრაული და ასე შემდეგ და ახალ აღთქმაში ლუკა არის ებრაული და წერილია ბერძნულ ენაზე და არა ვინ მოგცა ეს წიგნები, მამა? ვისია, ანუ ეს იყო სხვადასხვა წიგნი. კი. ვინ შეკრა ახალი აღთქმა ერთად და ჩვენ ვიცით რომ არსებობს კი არა კოლდო, კი არსებობს აპოკრიფები, რატომ არა აპოკრიფები? შეიძლება თქვა რომელიც არ აღიარა ეკლესიამ, იუდას სახარება, მრავალი სახარება. რომ ყოველი ბურძენი ამ წიგნში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია არის აბლოშკა. არის ხდა. გეგეთ? რომ ხო, ტექსტი რაც მას კრავს ერთად, ხო? რომ მაგალითად თუ იქნებოდა მხოლოდ რომაელთა მიმართ პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლე ან გალატელთა მიმართ ეპისტოლე და არ იქნებოდა იაკობის წერილი დიდი პრობლემა იქნებოდა ჩვენ ყველას ვიქნებით პროტესტანტები. მაგრამ არის იაკობის წერილი, ამიტომ პროტესტანტი არა ვარ. და კათოლიკე ვარ. გეგეთ? არის პავლეს აზრი ამ მომენტში, ამიტომ იყო ეს პრობლემა და არის იაკობის აზრი, ამიტომ სხვა პრობლემა იყო. და ეს ორივე ერთად არიან ღმერთის სიტყვა. და ასე რომ როდის მე ვკითხულობ ბიბლიო, მე ყოველთვის უნდა რომ მე ვიცი რა არის სხვა გვერდებში. როდის მოვიდნენ ფუნდამენტალისტები, ამბობენ ასე დაწერილია, ასე ამბობდა უფალი. სიტყვანი უფლისანი და მაგრამ ბავშვებო, სხვა ადგილზე დაწერილია სხვა. და უნდა ყველაფერი ერთად. ვინ აკეთებს ამას? ვინ არის ავტორიტეტი ამაში? Chi è l'autorità che fa questa interpretazione? Ecclesia, amitom aris tradizia. Amitom arien ecclesis mamebi, smindanebi.
და ჩვენთვის კათოლიკები არის მაგისტერიუმ, არის პაპა და სხვადასხვა ეპისკოპები ერთად და არსებობს მართლმადიდებლები შეგვეკამათებოდნენ, არა? მაგრამ მართლმადიდებლებს იგივენაირი გაგება. ეს არის ჩემი სამუშაო, რომ უნდა იცოდა რას დაცირილი აქ და აქ და აქ და რას ამბობენ მამები, ასე რომ მე ვიცი რა არის ეკლესიის რწმენა, არა ჩემი რწმენა. აბსოლუტურად იდენტურად ფიქრობენ მართლმადიდებლები. საინტერესო არ არის. მინდა რა არის ეკლესიის რწმენა. დღეს. კიდევ ერთი პუნქტი. ეს ბიბლია არის ეს არის თუ არა მუსიკა? არის. ეს არის თუ არა მუსიკა? იქით. კი, ნოტები, კი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მუსიკა. რატომ? ეს არის მხოლოდ ბურცენი. ნოტები. და ნიშნები, მაგრამ თუ არავინ გალობს, ეს არ არის მუსიკა. ეს არის მხოლოდ ცოტა ინქიოსტრო, მელანი და ბურცენი. всё. და ეს არის პლასტიკა და არაფერი არის. თუ არა მაქვს აპარატი, ასე არის ღმერთის სიტყვა. თუ ეს ტექსტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ თუ არ არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს რას აქ დაწერილია, ეს უკვე არ არის სიტყვა. ეს არის მხოლოდ ტექსტი. და თუ შენ არ კითხულობს ფრანგულ ენაზე, თქვენთვის ეს არაფერი არის. განგეთ. მაგრამ რას ნიშნულოვანია არის ცხოვრება. ასე რომ ღმერთის სიტყვა ბოლოს და ბოლოს არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც ქრისტეა. და მე ვარ ღმერთის სიტყვა, თუ მე ცხოვრობს როგორც ქრისტე. ასე რომ ჩვენთვის ეს არის სიტყვა. სიტყვანი უპლისანი. სიტყვა და არა მხოლოდ წერილი. ამიტომ შეიძლება საიკითხო, შეიძლება ისავლო, შეიძლება, მაგრამ თუ მე ვერ ცხოვრობ, ეს არაფერი არ არის. მაშინ რა უფლება აქვთ იმათ, ვინც ვერ ცხოვრობს, იყვნენ ქრისტიანები? თან დაირქვან che diritto hanno chiamarsi cristiani quelli che non lo vivono? უფლება არ აქვს. То есть ქრისტიანები არის ვინ ცხოვრობ როგორც ქრისტე. თუ მე ვამბობ, რომ მე ქრისტიანი ვარ და მე არ მიხვარს ჩემი პროსიმო, ჩემი ძმა, ჩემი მოხვასი, ქრისტიანი არა ვარ. ქრისტე ამბობდა, ეს არის ჩემი ცნება, რომ გიხვარდეთ ერთმანეთს როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. ამ პუნქტში არის სამი ხსნება. გიხვარდეთ? მეორე როგორც მე? ბოლომდე. და მესამე ერთმანეთს. უპროსტული არის ერთმანეთს. მაგრამ თუ ვინმე ამბობს მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ ერთი მაგალითი მე ვიხავი საქართველოში. მაგრამ ჩემი ცხალი არ არის კათოლიკებისათვის. ეს ადამიანი არ არის ქრისტიანი. ეს არ არის ქრისტიანობა. ამიტომ თქვენი ცხალი არის ყველასთვის. თუ მოსმუნე ხართ. გაიგეთ? То есть ბიბლის გული არის სიყვარული, ნამდვილი სიყვარული ყველასთვის და განსაკუთრებით მტრებისათვის. თუ შენ ფიქრობ, რომ მე როგორც კათოლიკე ვარ თქვენი მტრები, მტერი, შენ უნდა
Guichwardet me. Da? Entonces, se tú piensas que soy tu enemigo, ámame. თუ მტრად მიმიჩნევ, სწორედ მე ვარ ის, ვინც უნდა შეიყვარო. ამიტომ ეს არის ქრისტეს ნება. Მრავალი ადამიანი მტრად მიიჩნევს სასმელს. ამის შედეგად ჩნდება ალკოჰოლიზმი. Qualcuno ritiene nemico una il bere che porta all'alcolismo. Осторожно. Trilad. აქ არის ერთი ძალიან დიდი მომენტი, რომ ქრისტიანობა არის სმენა, რომ პირი ნიშნულოვანია. პიროვნება. ალკოჰოლიზმი არ არის პიროვნება. არ არსებობს ალკოჰოლიზმი. არსებობენ ალკოჰოლიკები, ადამიანები. როცა პარიზს იღებდა ჰიტლერი, ხოლო საქართველოს ბომბავდა რუსეთი. თუ ეკლესია იტყოდა, რომ ჰიტლერი უნდა გვიყვარდეს და პუტინი უნდა გვიყვარდეს, ეს იქნებოდა ქრისტიანული? რა თქმა უნდა, როგორც პიროვნება. ეს არ არის რას აკეთებს ეს ადამიანი, უნდა, რა თქმა უნდა, გააკეთო ყველაფერი რომ შეიძლება, ასე რომ ეს ბოროტები ადამიანები მათ შორის მათი ფიზიკური განადგურება არაკეთებენ, чтобы que non facciano niente di negativo. რომ არაფერი გავნონ, უნდა შეეწინააღმდეგო. და ეკლესია ცალობს, რომ თუ უნდა, თუ არის ძალიან ცუდი ტირანი და ასე შემდეგ, შეიძლება ეკლესიის მოძღვრების სხვა გზა. ტირანი დიქტატორის მოშორება მისი მოკვლის გზით აუცილებელიც იყოს. თუ ეხლა შენ გაგიჟდა და შენ მამა აკაკის და მე მინდა გაგენ და ამიტომ ჩემი წელი მიზანი არ არის რომ ცუდად იყო თქვენთვის, მაგრამ არის მისი ხსნა და ანუ თავდაცვის მიზნით მკვლელობა სანქცირებულია ბიბლიის მიზნით, ბიბლიის მიხედვით. Assassinio con lo scopo di autodifesa è ammessa in Bibbia. Certo. Che non è assassinio. Certo, რა თქმა უნდა, ამიტომ ეს პეტრე იცავდა ქრისტეს. ამიტომ ეს არ არის ასასინო. მკვლელობა. ეს არ არის მკვლელობა. То есть мой цель это спасти людей. ჩემი მიზანი არის ადამიანის გადარჩენა და არა ვინმეს მოკლა. ამიტომ ზოგჯერ არის ომი. მაგრამ ომი არ არის ჩემი ინტერესებისათვის. ომი არის, ამიტომ უნდა ჩემი სამშობლო ოჯახში და მაგრამ არსებობენ პაციფისტი ქრისტიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქრისტემ თქვა და მცნებამ თქვა, რომ არ მოკლა და ჩვენ არ უნდა მოვკლათ. quelli non violenza, pacifisti. თუ ეს არის გზა, ასე რომ მიზანი არის, რომ იყო ადამიანების ხსნა, ბევრი ადამიანის ეს შეიძლება რომ იყო ინდივიდუალური პატროტ. მიდგომ. მაგრამ ეს არ შეიძლება რომ იყო კანონი ყველასთვის. როდის ქრისტე მოვიდა ჯვარზე, როდის იყო არესტი გეცემანის დაპატიმრეს. Se cercate me questi lasciateli andare. Tu me meძებთ, ესენი გაუშვით, ამბობს ქრისტე. Ha messo ciascuno può mettere la propria vita in gioco. თითოეულ შეუძლია საკუთარი სიცოცხლე გაიღოს, გასწიროს. Non può mettere quella degli altri. მაგრამ მე არ შემიძლია სხვის სიცოცხლე გავწირო. დავბრუნდეთ ქართულზე. ეს ომის თემა საინტერესოა. მოდი გადავიდეთ ახლა თემაზე, რომელიც არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი. ვიდრე სხვა თემაზე გადავიდოდ ერთ რაღაცას გავუსვათ, რომ მამა პიერისათვის ალბათ ეს არის თავისთავადი მოცემულობა და შეიძლება სწორედ ამის გამოც რაშია ქრისტიანული ეკლესიის რწმენის ის გული ცენტრი, ხო? ეს არის ის მოვლენა, რომელიც არის
ქრისტეს აღდგომა. იმიტომ რომ ქრისტე აღდგა, ამიტომ ყველაფერი ის რაც დამთავრებული ჩანდა, ყველაფერმა ამან ახალი დასაწყისი ჰპოვა და მოწაფეებმა აღმოაჩინეს თუ ვისთან ჰქონიათ საქმე, რომ არ დასრულდა ყველაფერი. რომ ქრისტეს აღდგომამ მოგვცა ახალი აღთქმის მოწმობა და ეს არის ეკლესიის მორწმუნე ერის რწმენის დამოწმება. რწმენის წესი, ხო? რწმენის წესი, ისევე როგორც ძველი აღთქმა არის ძველი აღთქმის რჩეული ერის ისრაელის რწმენის დამოწმება და რწმენის წესი, ასევე და სწორედ ამ აღდგომის, მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტე აღდგა, ამიტომ ყველაფერი ის რაც თქმულა მართალია, მაგრამ მართალი არა ის, როგორც მე მეგონა რომ მართალი იყო, არამედ ცოტა სხვანაირად. ბოდიში მამა კიდევ ერთი პატარა პუნქტი, მე მღვდლების გარემოცვაში ვარ, ასე რომ არ მიკვირს, როდესაც სიტყვას მართმევენ. რატომ არიან ქრისტიანები და არა ქრისტიანები? რატომ მე ვარ ქრისტიანი და სხვა ადამიანი არა, და ეს არ არის პრივილეგი. ეს არის პასუხისმგებლობა. მე ვარ ქრისტიანი სხვებისათვის. არა ამიტომ მე ვარ კარგი ადამიანი. თუ ვფიქრობ რომ და ვიცი რომ ქრისტიანობა არის ძალიან ლამაზი, ძალიან ეს არ ნიშნავს რომ მე უფრო კარგად ვარ. ამიტომ ეს იყო საჩუქარი. ეს არის რატომ გვერგო ეს საჩუქარი მხოლოდ ადამიანთა ერთ ნაწილს ამ პლანეტაზე და მეორე ნაწილს ის არ ერგო? Perché solo una parte della popolazione della umanità. ამიტომ ეს არ არის პრივილეგი, მაგრამ პასუხისმგებლობა. ან ჩვენ პასუხისმგებლობა დაგვაკისრეს? მე ვარ ქრისტიანი, ასე რომ ეს ნიჩი იყოს ადამიანობისათვის. კაცობრიობისათვის. ეს არ არის ჩემი არ არის. და მე ვარ ქრისტიანი და ვლოცულობ, ცხოვრობ სხვებისათვის. ეს ნიშნავს რომ თუ ვფიქრობ რომ მიწაზე არის არ ვიცი 7 მილიარდი ადამიანი და 1 მილიარდი ქრისტიანები არიან. ეს ნიშნავს რომ ყველას მორწმუნე ადამიანი, ყველას ქრისტიანი აქვთ 6 ადამიანი მათთან ერთად. 6 ადამიანზე ატარებენ პასუხისმგებლობას? თუ ვფიქრობ რომ ამ 1 მილიარდი შეიძლება საერთოდ არ იყოს მილიარდი. შეიძლება 100 მილიონი არიან ნამდვილი მორწმუნეები. ეს ნიშნავს რომ ყველა ადამიანი აქვთ 70 ადამიანი ხლებზე. თუ ვფიქრობ რომ ეს 100,000 შეიძლება 10% ნამდვილი მორწმუნეები არიან. ეს ნიშნავს რომ მე მაქვს ყველა ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ მე ნამდვილი მორწმუნე ვარ, აქვთ 700 ადამიანი რომელიც უნდა ილოცო და იცხოვრო და სვერწლია იყო ეს ადამიანებისათვის. ამიტომ არ არის პრივილეგი. მე მორწმუნე ვარ. ეს არ ნიშნავს რომ მე კარგი ვარ. მე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და გაიგეთ? და ყველა ადამიანი საფრანგეთში ან საქართველოში რომელიც ამბობს მე ვარ მორწმუნე, კარგად. როდის იქნება ველიკი სუდი? საშინელი სამსჯავრო. სადან არიან ეს 700 ადამიანი რომელიც პასუხისმგებლობა გაქვთ? თუ არ არიან ზეცაში, მე არ ვიქნები
ვიგნები ჯოჯოხეთში და შაშლიკი, გეგენ? ოკეი. მე აღარ ვიცი ახლა რაღა უნდა გკითხოთ, მაგრამ მე მაინც გკითხავთ, ხო? რაში სჭირდება ღმერთს გამოგზავნოს აქ თავისი ადამიანები? თქვენ მღვდლები, მართლმადიდებელი მღვდლები, პასტორები, იმისთვის რომ პასუხისგებლობა აიღოთ, აი როგორც მომბრძანეთ 700 ადამიანზე თითო, ხო? როდესაც თვითონ არის ყოვლის შემძლე, ხოლო მის ტაძართან მაგალითად სვეტი ცხოველში სხედან უკიდურესად გაჭირვებული მათხოვრები, რომელთაც საჭმელი არ აქვთ. და ყოვლის შემძლე ღმერთი, რომელსაც აქვს ყველაფერი, რომელმაც ყველაფერი შექმნა, მათ არაფერს არ აძლევს. რატომ სჭირდება შუამავალი ღმერთს იმისთვის რომ დააპუროს ადამიანი, ობოლს მისცეს შვება. ამიტომ რა არის უფრო ნიშნულოვანი ადამიანის ცხოვრებაში? ეს არის მისი თავისუფლება. ბილიში დიდი მოედანი არის თავისუფლების მოედანი. ამიტომ თავისუფლება არის რა არის უფრო ნიშნულოვანი ადამიანისათვის? თავისუფლება ნიშნავს რომ მე შეიძლება ან ყველაფერი არის ჩემთვის ან პირიქით ჩემი ცხოვრება არის სხვებისათვის. ხო, მაგრამ რატომ არ აძლევს ღმერთი ამ გაჭირვებულებს პურს, საჭმელს, რატომ არის ამდენი ტანჯვა, რატომ შიმშილობენ ბავშვები, რომელთაც ცოდვა არ ჩაუდენიათ, რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს თავს? ამიტომ მე უფრო მეტავ ჩამს. იმიტომ რომ მე იმას რაც მათ უნდა ჩამოს. იმიტომ რომ მე უფრო ბევრი ფული მაქვს. იმიტომ რომ მე არ ცხოვრობ როგორც ქრისტე. ხო, მაგრამ პასუხისმგებელი ამ სამყაროზე არა ადამიანი, არამედ ღმერთია. არა. Responsabile del mondo e non uomo, ma Dio. არა, ჩვენ ვართ როგორც კაცობრიობა, ჩვენ ვართ ძმები. თუ ეხლა მე მაქვს გულის კრიზისი, უნდა ელოდება რომ ღმერთი მოვიდა, ან შენ უნდა რატომაც არა? როცა ღმერთს ყველაფერი აქვს. Perché no, Dio può tutto? ეს ის რომ შენ არ აგაქვს კარგი ფიქრი ღმერთზე. წარმოდგენა. ამიტომ თუ ღმერთი არის ღმერთი, არ არის ყოველთვის და ყველგან ეს რომელიც ყველაფერი აკეთებს. ხო, რეჟისორი. ჩვენ ვართ რეჟისორები ამ სამყაროში. თუ არის დიდი პრობლემა არ ვიცი IT-ში და ესე. IT-ზე. მე შეიძლება თქვა, ეს არის ამიტომ ისინი ცუდი ადამიანები არიან და არა, ეს არის ამიტომ მე არაფერი ვაკეთებ. ეს არის ყველა პრობლემა არის ჩემი პრობლემა. მე შეიძლება თქვა, ეს არის ღმერთის პრობლემა. ეს იქნებოდა una mancanza di responsabilità. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა ჩემი მხრიდან. მამა პიერ, თქვენ ხართ ფრანკი, ჩვენ ვართ ქართველები, საფრანგეთშიც, ვატიკანშიც, საქართველოშიც ჩვენ ვხედავთ წამოჭიმულ ტაძრებს. ხო? წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელიც არის გასაოცარი, ულამაზესი, ეს არის მორთული ოქრო ვერცხლით, სამების ტაძარი, რომელიც ნუ ახლა კულტურული მემკვიდრეობა, სვეტი ცხოველი ვთქვათ, ხო? ეს არის დიდი ტაძარი, გენიალური სამება და გენიალური ჩვენი კულტურის ნიმუში სვეტი ცხოველი, მაგალითად სიონი, ხო? რომელშიც იხარჯება ძალიან ბევრი ფული. დოვიჩივა ისევე როგორც ვატიკანში, ისევე როგორც პროტესტანტებთან, ქრისტიანები ხარჯავენ ძალიან ბევრ ფულს იმისთვის, რომ აღმართონ ტაძრები, არა? და ადამიანები და ხშირად, აი სწორედ აი ამ ტაძრების წინ დგანან ადამიანები, ხელგამოწვდილები,
სიმენდიკა და ვანტია და ისინი ასეთ მდგომარეობაში ჩნდებიან რჩებიან წლების მანძილზე. ხვდებით? მანგონოკოზი პერიანი. მე მსახურებდი ბავშვობაში სტიქაროსნა დიდუბის ტაძარში. მე მინახავს იქ მათხოვრები, რომლებიც იქ შედან წლებია. და მათ ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება. ამას აკვირდება ეკლესია, ამას აკვირდება მღვდელი, ხო? თქვენ ორივე მღვდელი ხართ, იმიტომ რომ უმცირესობაში ხართ, არ ხართ პრივილეგირებულები, თქვენც ქრისტეს მღვდლები ხართ, არა? ასე აღიარებს ყოველ შემთხვევაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ხო? რატომ არის მიმართული მღვდლების ეკლესიის მთელი როგორ ვთქვა ძალისხმება იქითკენ რომ აღმართოს ტაძრები მორთას ხატები ოქროები შესწიროს ბეჭდები ჩამოკიდოს საყურეები მიართვან ღვთისმშობელს რომელსაც არაფერი ქონია რატომ ხდება ეს ყველაფერი თქვენც გაქვთ ამაზე პასუხისმგებლობა შენ ლაბარაკობს ზუსტად როგორც პაპა ფრანცისკე ლაბარაკობს უბრალოდ მე არ ვწირავ ტაძარში, რომელსაც გუმბათი მიქელანჯელომ გაუკეთა. io celebro la messa là dove c'è cupola di Michelangelo. რა თქმა უნდა, ბევრი ეს სტუდია ძვირი არ დაჭდა სხვათა შორის. ბევრი ლამაზი გენიალური ადგილები, მონუმენტები არიან, რომელიც როგორც რსმენის მოწმობა და ეს ძალიან კარგია. ამიტომ ეს არის რსმენის გენიალური, რსმენის გენი და მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია არის გამიგილების სამანთროპოში, აქ ან არმენიაში, ან აფრიკაში. მაგალითად, ეხლა ბევრი ლაბარაკობენ სპიდ შიდსის შესახებ. აი ვირუსის. მაგრამ ვინ იცით რომ დაახლოებით 60% ავანთროპები და რომელიც მუშაობენ სბალნიმის ავადმყოფებთან მუშაობდნენ არიან კათოლიკური ორგანიზაციები დაკავებულია შიდსის ვირუსის მოვლით ავადმყოფების მოვლით 60% კათოლიკური ეკლესიის წევრები არიან ვინ იცით რომ რამდენი პული რამდენი ცხოვრები რამდენი მრდლები დები და ასე შემდეგ მთელი ცხოვრება სხვებისათვის ცხოვრობენ აქ დედა ტერეზის დები მუშაობენ 25 წელია 25 წელი для старых для перевеки უპოვარი მოხუცებისათვის რომელიც არა ადგილი ბილიში სომხეთში არის ორი სახლი ერთი იყო ბავშვებისათვის რომელიც когда чистоту терремото მიწისძვრის შედეგად დაублებული ბავშვების სახლი იყო ყველა ბავშვები დები ამბობენ არსებობს ასეთი ფაქტები ეხლა ერევანში არის მეორე სახლი ამიტომ დღეს არის ბევრი ბავშვები რომელიც მე არ მინდა ამიტომ ეს ლამაზი არ არის კარგი არ არის და ასე შემდეგ და ეს არის ეკლესიის სამუშაო და ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი რომელიც აუცილებლად უნდა იყოს არის სამი დიდი პუნქტი პირველი პუნქტი არის სავლობა და გადაგება დამოწმურა და то есть ბიბლია და ასე შემდეგ რომ ხალხი იცით რა არის ქრისტიანობა
როგორ შეიძლება რომ მე ქრისტიანი ვარ? მეორე პუნქტი არის caritas. არის გულმოცხალება, მაგრამ არა გულმოცხალება მე ცოტა პული ასე ვაკეთებ. გულმოცხალება დღეს ნიშნავს მთელი სოციალური სისტემა. არ შეიძლება რომ მე 10 ლარი მაგრამ ეს გადადის შემდეგ იდეოლოგიაში და ხდება რაღაც სოციალიზმი, რომელიც ძალიან ადვილად გადაიზრდება ხოლმე ტირანიაში, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ფული აქვს სახელმწიფოს, მით მეტია მისი ძალა და ამბიციები. ეს გახდა სოციალიზმი, მაგრამ სოციალიზმი საიდან არის? ყველა მემარჯვენეებიც ამბობენ რომ მათი იდეოლოგიები თუ არის ღმერთის გარეშე ეს იქნება იდეოლოგია თუ არის ღმერთთან ერთად უკვე არ შეიძლება რომ იყოს მამა პიერ განთავისუფლების თეოლოგიაზე საუბრობთ ახლა რომელიც კი და ძალიან ბევრი ლიბერაციონი კი ძალიან ბევრი კარგი აზრი არის ამ თეოლოგიაში. ყველაფერი არ არის კარგი, მაგრამ ბევრი კარგი აზრი არის. ამიტომ მე არ შემიძლია თქვა ღმერთი და ხალხი როგორც მონები ცხოვრობენ. ეს არ არის ქრისტიანური რწმენა. ქრისტე მოვიდა ასე რომ ჩვენ თავისუფალი ვიქნებით. ჩვენს გასათავისუფლებლად მოვიდა. პავლეს დროში იყო ბევრი მონა და არის ფილიმონის წერილი, სადაც პავლე ამბობს, ეხლა ეს თქვენი მონა არის თქვენი ძმა და გახსოვდეს, რომ თქვენ გაქვთ პატრონი. თქვენს ყავთ ბატონი და ეს ბატონი ღმერთია და ასე რომ ეს იყო la base საფუძველი ასე რომ ნელა ადამიანები გაიგენ ქრისტიანები გაიგენ რომ მონობა ცუდად არის ცუდია და ეხლა ქრისტიანების ქვეყანებში არ არის მონობა სხვა ადგილზე არის და ეხლა ბევრი მონები არიან სამხაროში მაგრამ ცივილიზაცია ქრისტიანული ცივილიზაცია ამბობს რომ ეს ცუდად არის და ეს იყო დიდი სამუშაო რამდენი საუკუნო უნდა და ასე რომ ეს აზრი რომელიც იყო პავლეს აზრი ყავდა საეკლესიო ყმები პაპს ყავდა მონები ყავდა პატრიარქებს მონები ანუ რეალურად მოხდა ის რომ 2000 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ დავობთ იმაზე უნდა ყავდეს თუ არა მონები ეს ჯერ კიდევ საკითხავია რა არის მონობა და რა არ არის იმიტომ რომ არსებობს ტრანსფორმირებული სახეები ამ მონობის questa comprensione ეს გაგება ამგვარი გაგება რომელიც უკვე არის პავლეს სერილებში მხოლოდ ნელა ha trasformato la civiltà ამ გვარმა მხოლოდ თანდათანობიდან ნელ-ნელა გარდაქმნა საზოგადოება და მე ვფიქრობ რომ ეხლა ჩვენ უკვე არა ვარ ქრისტიანები უკვე non siamo ancora cristiani ჯერაც არა ვარ ჯერაც არა გვიხსევია ქრისტიანობისთვის და კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო უნდა ასე რომ ჩვენი ცივილიზაცია იყო ქრისტიანური ამიტომ ქრისტიანობა რწმენა არის come il fermento nella pasta. როგორც საფუარი წომში. და ყოველთვის მუშაობს. და ეს არის ჩვენი per i nostri auditori. ჩვენი მსმენელისათვის. ეს არის მისი პასუხისმგებლობა. და საქართველოში გუშინ იყო არჩევნები და ეს არჩევნები არიან ადგილი, სადაც ადამიანი უნდა რომ
პასუხისგებლობა ჩუსავდა. იგრძნოს. ამიტომ მომავალი ეს ქვეყანას მომავალი არ არის სხვების ხელებში. ისინი მუშაობენ. არა, ჩვენ ვართ. თქვენ ხართ ქართველები და პრინციპში ჩვენ საფრანგეთის მოქალაქეები ხელისუფლებაში გვყოლია, ასე რომ abbiamo avuto dei cittadini francesi nel governo. ყველასთვის არის პასუხისმგებლობა და ეს არის ქრისტიანური პასუხისმგებლობა. ეს ჩვენ არა ვართ მხოლოდ როგორც მოქალაქეები, მაგრამ ჩვენ ვართ როგორც მორწმუნეები. და თუ ეს პროგრამა არ არის ქრისტიანური, მე არ შეიძლება ხმა მივცემას. და თუ არის ქრისტიანური, მე შემიძლია, რომელიც იქნებოდა უფრო ქრისტიანური აზრი, რომელიც უფრო სახარების სეული იქნება პროგრამა. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან მადლობა ხმეთს არ არიან მრლები და ეპისკოპოსები. თეოკრატია ჩვენ არ გვაქვს. ეს არის თეოკრატია და მადლობა ხმეთს. მაგრამ უნდა რომ იყო ქრისტიანური. მამებო, ჩვენ უკვე უნდა დავასრულოთ გადაცემა და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. შეუძლია თუ არა ქრისტიანს მისცეს ხმა იმ ადამიანს, ვინც პირველი არ ემხრობა აბორტს può una persona cristiana votare per quello che appoggia l'aborto? არ ემხრობა თავისუფლებას ან დამახინჯებულად ესმის რომელიღაც თავისუფლება და ღიად ქადაგებს ადამიანის ყოველ შემთხვევაში ისეთ კანონებს უჭერს მხარს, რომელიც ადამიანებს დაამონებდა. აქვს თუ არა ვინმეს უფლება მისცეს ასეთ ადამიანს ხმა? ეს არის ძალიან რთული კითხვა. ამიტომ უნდა ვნახოთ ვინ არის და თუ სხვები კარგები არიან თუ არა. ზოგჯერ უნდა გალასავენ ხმა მისცე ეს ადამიანი რომელიც არა უფრო კარგია, მაგრამ ნაკლებად ცუდია. ანუ პრაგმატულ არჩევან პრაგმატულად და ამიტომ თუ არის ერთი ცუდი ადამიანი და სხვა რომელიც უფრო ცუდია, რა თქმა უნდა მე მინდა მაგრამ თუ არ არის უნდა ახალი პარტია. და ასე ჩვენ ვაკეთებ საფრანგეთში ეხლა. და რატომ და ეს არის თუმცა აი მაგალითად საფრანგეთის მაგალითი რო ავიღოთ ხო არსებობს ადამიანი რომელიც ამბობს რომ აბორტი ცუდია, გეი მერიჯი ცუდია, მაგრამ ის თავისთავად არის ფაშისტი, ჩემი აზრით. მაგრამ ეს ანუ შეიძლება ადამიანს ქონდეს ამ საკითხში სწორი მოსაზრება, მაგრამ დანარჩენ საკითხში იყოს იმდენად ცუდი, რომ მას ხმა ვერ მისცე. ამიტომ უნდა ვნახოთ ვინ უფრო ცუდია და უფრო კარგია და ეს არ არის ძალიან ნათლად გამოკვეთილი. და შემთთვის მაგალითად, როდის ეხლა იყო ევროპული არჩევნები, მე ვფიქრობდი რას ვაკეთებ? მე ვფიქრობდი მე არ შემიძლია არაფერი. და ბოლოს იყო პატარა პარტია, რომელიც აქვს ქრისტიანური აზრი. მე ვიცოდი რომ ეს პარტია არის ძალიან მცირე და ის ვერ და არაფერი იქნება. მაგრამ მე შემიძლია თქვა კი. და თუ ყველას ასე ფიქრობენ, ბოლოს პატარა პარტია, მაგრამ რომელიც ქრისტიანურია, იქნება პირველი. Вот, то есть თუ არ მოგწონს შექმენი, ხო? Se non ti piace, crea. Chi? Es არის демократия. То есть он crea, iди в том партии, чтобы его va in questo partito per cambiarlo dal livello. მე შედი იმ პარტიაში, იმისაც რომ შენ შეცვალო ეს პარტია. არა, გმადლობთ.
ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ მამებო, დიდი მადლობა მამა აკაკი რომ უკვე ხმარებოდით, უკეთ გასაგებად, დიდი მადლობა მამა პიერ და მე ჩემთვის პატივი იყო თქვენი სტუმრობა და ყოველთვის გვიხარია საქართველოში თქვენი ჯამახსლა. ჩვენ უნდა დავამთავროთ უკვე საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.